მსოფლიო ყურადღების ცენტრში კვლავ ვენესუელაა, ქვეყანა, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვალი უკვე წლებია დაადგა და რომელიც არასდროს ყოფილა ზე სახელმწიფოსთან ომთან ისე ახლოს, როგორც ახლა. Თუმცა დღეს ერეკლე ფოლადიშვილი არ აპირებს იმაზე საუბარს, თუ როგორ და რატომ ჩაიგდო ამ დღეში და ვენესუელამ, არამედ იმაზე, თუ რატომ სჭირდება ტრამპს ომი ნავთობით უმდიდრეს სამხრეთ ამერიკულ ქვეყანასთან ერეკლე საღამო მშვიდობის. ბექა საღამო მშვიდობისა და ტრადიციულად მივესალმებ მაყურებელს. ნავთობის უდიდესი მარაგები ეს ის პირველი პასუხია, რაც თავში ყველა ჩვენგანს გაუელვებს და თანაც არც თუ გასაკვირად. ვენესუელა არის სახელმწიფო, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი დადასტურებული ნავთობის მარაგებია თავმოყრილი. 304 მილიარდი ბარელი, თითქმის 4-ჯერ მეტი ვიდრე რუსეთს აქვს და 50 მილიარდით მეტი ვიდრე საუდის არაბეთს, ქვეყანას, რომელიც 11 მილიონ ბარელს ყოველდღიურად აწარმოებს. აწარმოებს, რადგან ამის ტექნიკური ბაზა, შესაბამისი გადამამუშავებელი ქარხნები აქვს. შედარებისთვის, ვენესუელას შემთხვევაში ეს რიცხვი დღეზე 650,000 ბარელს არ ცდება. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე, შავი ოქრო, მისივე შავი ჭირია. ჭირი, რომლის კურნებაც მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს შეუძლია. წარმოიდგინეთ, ეს სამხრეთ ამერიკული ქვეყანა ფლობს ნავთობის უდიდეს მარაგებს, თუმცა ისეც, რომლის რენტაბელურად დამუშავებაც, ანუ მასობრივად გამოსადეგი ფორმის მიცემაც მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების 5 ობიექტზეა შესაძლებელი. არ გაგიკვირდება თუ გეტყვით, რომ 5-ივე მათგანს შევრონი და ექსონი აკონტროლებენ. ცხადია, ამერიკულ ნავთობ გიგანტებზე ვსაუბრობთ, გიგანტებზე, რომლებსაც მადუროს და ჩავესის რეჟიმებმა ხელფეხი წლებია შეუბოჭეს. შეუბოჭეს და თავადაც შეიბოჭეს თავები, რადგან არც სხვას აძლევენ და ვერც თავად იღებენ ხეირს. ხო და მადუროს ხელისუფლების ჩამოცილებით ტრამპს ქვეყანაში ამერიკული კომპანიების საქმიანობის აღდგენა და 304 მილიარდიან რეზერვზე დაჯდომა სურს. იმ რეზერვზე, რომელიც ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ამერიკის ხელში შეიძენს ნამდვილ ფასს. მეორე მიზეზი, რატომაც ტრამპს ვენესუელასთან ომის დაწყება სჭირდება, ეს გეოპოლიტიკური გავლენების მკვეთრი გაზრდაა. თუ ის სამხრეთ ამერიკის ყველაზე ჭირვეულ დიქტატორს მოიშორებს და მის ადგილას სასურველ კანდიდატს, თუნდაც ახლახან ნობელის პრემიით დაჯილდოებულ მოკავშირე მარია კორინა მაჩადოს დასვამს, ვენესუელურ ნავთობზე ულიმიტო წვდომას მოიპოვებს და პირველი შეძლებს ნავთობის ფასების გლობალურ კონტროლს, მეორე შეამცირებს საუდის არაბეთის გავლენას გლობალურ პროცესებზე, მესამე დაიწყებს მის მიყიდვას ევროპისთვის, რითიც მოკავშირეებს რუსეთზე დამოკიდებულებას სრულად ჩაუხსნის და მარტივად რომ ვთქვათ, დაიქვემდებარებს, მეოთხე ვენესუელას საკუთარი გავლენის სფეროდ მონიშნვით ჩინეთს ნავთობის უდიდეს მარაგებს, ანუ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების დასრულების ერთადერთ იმედს საბოლოო წარქმევს და მეხუთე, სამხრეთ ამერიკაში მემარცხენე იდეოლოგიის გავლენას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს. დარტყმას, რომელმაც ახალი მემარჯვენე ტალღის აგორება ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს. რაც შეეხება ბოლო, მესამე მიზეზს, რომელსაც გვერდს ვერ აუვლით, ეს რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯეფრი ეპშტეინის საქმის მიჩქმალვის სურვილია. ის, ვინც ბოლო დღეები თუ კვირებია აქტიურად აკვირდება მოვლენათა განვითარებას, შეამჩნევდა ორი პარალელური ხაზის კაფიო განვითარებას. რამდენჯერაც ხსენდება ჯეფრი ეპშტეინი, იმდენჯერ ხსენდება ვენესუელა. რამდენჯერაც გაჩნდება სექსუალურ ტრაფიკინგში ბრალდებული ტრამპის ყოფილი მეგობრის სახელი, იმდენჯერ ახსენდება თავად ტრამპს ნიკოლას მადურო. წესით ამ მიზეზის დასახელების საფუძველი დღეს არ უნდა მქონდეს, რადგან ტრამპის მიერ ერთი თვის წინ ხელმოწერილი დადგენილებით გასულ პარასკევს ეპშტეინთან დაკავშირებული ყველა ფაილი უნდა გასაჯაროებულიყო, ანუ გასცემოდა პასუხი კითხვას. იცოდა დამალა თუ არა ტრამპმა ყოფილი მოკავშირის უმძიმესი დანაშაულები, მათ შორის არასრულწლოვნების ტრაფიკინგი და სექსუალური ექსპლუატაცია. თუმცა ის, რაც FBI-მ და ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს, იმის მიათედიც კი არ არის, რასაც საზოგადოება მოელოდა. არც ერთი ახალი სახელი, არც ერთი ახალი ბრალდებული და რაც მთავარია, არავითარი კვალი ტრამპთან. სწორედ ამ ფონზე ჩდება ეჭვი, რომ ვენესუელაში ომის დაწყებით პრეზიდენტი უმძიმესი საკითხის გადაფარვას მიჩქმალვას შეეცდება და თუ ომსაც მოიგებს, მოელვის, რომ მის მიერ არასრულწლოვნების გაუპატიურებაზე შესაძლო თვალის დახუჭვა ამერიკელ მოსახლეობაში მეორე ხარისხოვან მნიშვნელობას შეიძენს. მოკლედ, ვენესუელური ნავთობის მარაგები, გეოპოლიტიკური გავლენების მკვეთრი გაზრდა და ჯეფრი ეპშტეინის საქმის დავიწყებისთვის მიცემა. ეს არის ის სამი მიზეზი, რომლებზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპს ახალი ომი ნამდვილად სჭირდება, თუმცა გადადგამს თუ არა ამ ნაბიჯს, ეს კვლავ ბუნდოვანი რჩება. მადლობა, ეს ერეკლე ფოლადიშვილი.